ხარით რა სურს რეალურად თბილისის მერიას თქვენი აზრით გენგეგმასთან დაკავშირებით? დღეს ჩვენ რამდენიმე პრობლემას წავაწყდით, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრაზე, როგორც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად მართველი გუნდის პრობლემებთან დაკავშირებით. პირველი, ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ, მოვიდა ხელისუფლება და თქვა, რომ ქალაქს უნდა კონდეს გენგეგმა. კი ბატონო, ქალაქს უნდა კონდეს გენგეგმა და ქაოსი ქალაქში არ უნდა იყოს. იმას რო თავი დავანებოთ, რომ აი ამ გენგეგმის მუშაობის პროცესში თავად გენგეგმის რეკომენდაციებს ისინი უგულებელყოფდნენ, არ აქცევდნენ ყურადღება, გაგახსენებთ თბილისის ზღვაზე მაგალითად დაუშვებელ მშენებლობის ნებართვას, რომელზეც გენგეგმამ კაფეოდ უთხრა, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, მაინც აკეთებდნენ, ანუ რეალურად ისინი ანგარიშს არ უწევდნენ პროცესშიც კი გენგეგმის ჯგუფს, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. თქვენს რომ აი მე უნდა გადავიხადო 3 მილიონი სახელმწიფომ თქვენი მოქალაქეების ფული იმაში, რომ დაიდოს გენგეგმა, მე ერთხელ, ორჯერ, აი ამ ყველა ეტაპებზე, დააჯარიმეს თუ არ დააჯარიმეს, შენი მიმოწერა ქონდა თუ არ ქონდათ, მიიღეს ყველა ეს ეტაპი, ეს ფული გადახდილია და დღეს კახი კალაძემ მოაწყო ეს შეხვედრა ქალაქის გენგეგმაზე კი არ იყო. ჩვენ საზოგადოებას კი არ გვაცნობდა როგორი იქნება ქალაქი სამომავლოდ, ან რა ეშველება ამ გენგეგმას, ან რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არა, მან მოაწყო საჯარო სასამართლო გენგეგმის ჯგუფის გასაკიცხად. ანუ თავად იქირავა, თავად მისმა გუნდმა, თავად გადაუხადეს ფული, გაფლანგეს როგორც ჩანს ეს ფული, როგორც თავად იძახიან და მე მოაწყეს საჯაროდ ამის ჩაგდების. ბატონელე, მოდი აი ცოტა სხვა კუთხით, აი თქვენ ამბობთ რომ თავად. მოდი შევხედოთ სხვა კუთხით. მოვიდა კალაძე, დედაქალაქის ახალი მერი. ეს გენგეგმაზე მუშაობა დაწყებული 2015 წელს, როდესაც დავით ნარმანიაა დედაქალაქის მერი და თუ კი კალაძეს აქვს შენიშვნები ამ გენგეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს ის ამ შემთხვევაში? თუ კი მას შენიშვნები აქვს, ან ჩაიბაროს გენგეგმა, რომელიც მას არ მოსწონს, თუ მოაწყოს თქვათ ეს განხილვა? პირველ რიგში კალაძეს და ნარმანია არიან ერთი მართველი გუნდიდან და როგორმე ქართული ოცნება თუ ისწავლის პასუხისგებლობის აღება ზოგადად რაღაცაზე კი არა. გაფლანგულ ფულზე თუ მათივე პოზიციიდან ვამბობ, მე მეორე ნაწილში ვიტყვი, რამდენად სუსტი არგუმენტები აქვთ, მათ შორის გენგეგმის მიმართ, მაგრამ თუ ისინი თვლიან, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია და დღეს საჯარო ლანძღვა მოაწყეს გენგეგმის ჯგუფის, მაშინ გამოდის, რომ მათი გუნდის მიერ შესრულებული ამ გუნდში კახი კალაძე დღეს ხო არ მოვიდა, მართლა ოპოზიცია ხო არ არის. პასუხისგებლობასაც არ იღებენ. ამას სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრა, პასუხისგებლობის გადაცემის მოშორების მცდელობა გენგეგმაზე მათივე კონტრაქტორზე. მე ხო არ დამიქირავებია, მათ მოაწყეს ეს ყველაფერი, მათ შეარჩიეს ეს ჯგუფი, მათ იმუშავეს ამ ჯგუფთან, მათ მიიღეს ამ ჯგუფისგან ყველა პროდუქტი და დღეს მოაწყეს საჯარო გამოლანძღვა ამ ჯგუფის. აქ კიდე ერთი ნიუანსი იყო. ადგა ხელმძღვანელი ამ ჯგუფის და თქვა, რომ ცდილობ შეგხვდეთო ბატონო კახი და ეს ყველაფერი აგიხსნათ, იმიტომ რომ ბევრი ტყუილი მოვისმინეო დღესო და თურმე არ შეხვედრია ბატონი კახი კალაძე. ანუ საზოგადოებას ეძახეს, ჩვენ ყველას გვეძახის, იმის რომ ვიღაცა გაკიცხოს, რომელიც მან დაიქირავა ჩვენი ფულით და საერთოდ შეხვედრაც არ ჩაუტარებია მათთან. ანუ ეს იყო კლასიკური გაგებით პასუხისგებლობის გადამოცილების მცდელობა და გადატანისელობა გენგეგმის ჯგუფზე და ფაქტიურად ხელის დაფარება ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ აქ არის ესე იგი, გამოდის რომ ორი ვარიანტი გვაქვს. ან კალაძეს უნდა ისეთი გენგეგმა, რომელიც მას მოსწონს როგორც დედაქალაქის მერს, ან საერთოდ არ უნდათ გენგეგმის მიღება. აი რომელი ვარიანტია? მე ვერ ვიმარჩიელებ რომელ არასწორ გზას აიჩევს კალაძემ, როგორც მინიმუმ მაშინ ჩავარდნაზე პასუხისგებლობა კალაძემ უნდა აიღოს, რომ ეს ფული ჩვენ გადავყარეთ და რაღაცა ამაზე უნდა ვქნათ. მეორე, ის შენიშვნები, რაც იყო უშუალოდ გენგეგმის ჯგუფის მიმართ, იყო, აი როგორ გითხრათ, მართლა გაოგნებული ვიճექი. ძალიან დიდი ინტერესით მივდიოდი ამ შეხვედრაზე. აი გულწრფელი და როგორც ჩანს გულუბრყვილო ინტერესით მივდიოდი ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მართლა მეგონა, რომ აი რაღაცა ვისაუბრებით ქალაქის განვითარებაზე, კამათი იქნებოდა პროფესიული მათ შორის ამ გეგმაზე და ეს იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ლანძღვა ამ ჯგუფის. მაგალითად ეუბნებოდნენ ავარიული სახლების მდგომარეობა რატო არ გაქვს შეფასებულიო. ეს არ არის გენგეგმის საქმე. არ არის გენგეგმის საქმე, რომ შეაფასოს ავარიული სახლები. სატრანსპორტო სტრატეგია რატო არ დადეთო? სატრანსპორტო სტრატეგიაზე პასუხისგებელია ქალაქის მერია და დიახაც მე მაქვს კითხვა მერიას, რატო არ აქვს სატრანსპორტო სტრატეგია ამდენი ხანი? და გენგეგმას კი არ უნდა ეჩხუბონ ამაზე. გენგეგმა დებს ხედვას, კერძო საკუთრებაზე ლაპარაკობდნენ.
დიახაც მათ მოუწევთ გამკლავება ძიმე ვითარებასთან, სადაც რეალობის, მათ შორის კერძო საკუთრება, ან გამოსყიდვა მოუწევთ, ან რაღაც ადამიანებისთვის კომპენსაციის გაწევა მოუწევთ იმ დაშვებული შეცდომებისთვის, რომელიც მათვე აქვთ დაშვებული თავი რო დავადებოთ სხვა პერიოდს და ამ დროს გამოდი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ლანძღავენ ამ ჯგუფს. პასუხის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ ფაქტიურად და ბოლო მომენტი და მნიშვნელოვანი პრობლემა რა არის? როდესაც ბუნებრივად ავდექით და გვაქვს აზრი, რომ ეს ზოგადად სად მოგვიწვიეთ, რაზე აქ ლაპარაკი და ჩვენ გვაინტერესებს საგნობრივი განხილვა და არა თქვენ კინკლაობა, შეხვდით თუ არ შეხვდით, მაგალითად იქ კომიკური კამათი წარმოიქმნა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა თქვა, რომ თურმეო მწვანე საფარი მცირდებაო გენგეგმითო და გენგეგმის უფროსი ადგა და უბრალოდ არ იცნობ დოკუმენტსო და ტყუილი გითხრათ მერის წარმომადგენელმა, კი არ მცირდება, იზრდებაო. მე ხარ, მე ჩემზე არ არის. საზოგადოებამ იმარჩიელოს, როგორ მორიგდებიან ერთმანეთში ქართული ოცნება და გენგეგმის ჯგუფი. ეს იყო შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ზოგადად საზოგადოების მიმართ, რომელმაც ამდენი მილიონი გადაიხადა ამ პროდუქტში. და ბოლო მომენტი. აი ამაზე ქალაქის მერე ხა შაქარაშვილი ძალიან პატარა წვრილმანია საერთო პრობლემის, ხო? ეხა რო არ ესმის პასუხისგებლობა საძის, ზოგადად რა სიტყვებით ილაპარაკოს. ეს ცალკე საკითხია, შაქარაშვილში არ არის პრობლემა და არც ჩემში. მერი წამოხდა, გამაწყვეტინა, იძალა და პირდაპირ აი ესე გამაწყვეტინა და არაფრით არ გაჩერდა, სანამ არ ესე თქვა ჩაახშო ჩემი საუბარი, ანუ პირველივე კრიტიკაზე მინიმალური ტესტიც კი იმისა, რომ კრიტიკა მოისმეს, სადაც მიმიწვია თვითონ. რა ვიცი, მაშინ თქვან, რომ არ საერთოდ არაპირებენ არავისთან ლაპარაკს და ისე აგრძელებენ პროცესს. მიმიწვია, გამაწყვეტინა, შეურაცხყოფა მოგვაყენა მთლიანად ოპოზიციას და რასთავარია, კალაძე ფიზიკურად გაეკაჩა გოგიტა ვაშაძეს, სადაც მე მომიწია გაშველება. ფიზიკურად. თქვენ წარმოგიდგენიათ მერი ქალაქის საჯარო განხილვაზე თავს ესხმის ოპოზიციის წარმომადგენელს. ეს ხო კიდე ერთ სერიოზულ პრობლემაზე მიგვითითებს, რომ ეს ყველაფერი ფასადურია მისი რაღაცა გამონათქვამები, რომ აინტერესებს ხუების აზრი, მინიმალურ ტესტს ვერ გაუძლო. ამიტომ ამ პირობებში ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს უპასუხისმგებლო მიდგომა ქალაქის განვითარების მიმართ და მეორეს მხრივ გვაქვს აბსოლუტური პუნქტარი მიუღებლობა. ელენე ხოშტარია იყო ჩვენი სტუმარი, ახლა მოусმენთ არქიტექტურის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გითხარით რა არის ის ძირითადი შენიშვნები, რომელიც გააქვთ ამ გენგეგმის პროექტის მიმართ, იმიტომ რომ არ მინდა რაღაცნაირად აი ამ ხმაურში, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ აი ამ კამათში, დაიკარგოს ის თუ რა სურვილები გაქვთ თქვენ და რას ასე ვთქვათ ედავებით ამ გენგ